მოგესალმებით, ეს არის გადაცემა კრიპტობაზარი. ყოველ პარასკევს 12 საათსა არა და ცოტა მერე ჩვენ გავდივართ გირჩი TV-ს ეთერში, ასევე თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ Facebook-ზე, YouTube-ზე, პრინციპში Twitter-ზეც კრიპტობაზარი და ნახავთ ჩვენ live ჩანაწერებსაც შეიძლება მოუსწროთ და ასევე მოუსწროთ იმ ძველ გადაცემებს, რა ძველი გადაცემებიც გვაქვს ხოლმე. მოკლედ, სანამ გადავალთ გადაცემის პირველ ნაწილზე და სიახლეებზე, მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet-ი. ეხლა სადაც ამოვუყურებთ, მოკლედ ან ეკრანზე გამოჩნდება, ან აღწერაში იქნება Bitnet-ის სარეგისტრაციო ლინკი, სადაც ჩვენი რეფერალური ლინკით შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, მოკლედ და რეფერალური ლინკის დარეგისტრირების შემდგომ ასევე პრინციპში მიიღოთ ის სარგებლები, რა სარგებლებიც ამჟამად და ამ სიახლეებიდან პრინციპში რამოდენიმე დიდხანს დარჩება Bitnet-ზე. პირველი, რაც ახლა ამ თვის ბოლომდე არის აქტუალური, სულ რაღაც 0%-ად, აი არ მოგესმათ 0%-ად, თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ USDT. შემდგომი აქცია, რაც გაგრძელდება დიდხანს, სულ რაღაც 5 ლარად უკვე შეგიძლიათ იყიდოთ Bitnet-ზე არსებული ნებისმიერი კრიპტოვალუტა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ადამიანები ამბობენ, რომ აი ძალიან დიდი თანხის ინვესტირება არ შემიძლია და მინდა ვიექსპერიმენტო, მაგრამ არ ვიცი რა თანხით შემიძლია ვიექსპერიმენტო, შეგიძლიათ მოკლედ 5 ლარიდანაც უკვე იექსპერიმენტოთ, იყიდოთ, გაყიდოთ კრიპტოაქტივები და მოკლედ შეაბიჯოთ აი ამ სამყაროში ძალიან ბევრი coin-ი და ტოკენი არის Bitnet-ზე, რითაც შემდგომ თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენება და მესამე სიახლე თუ რაიმე ტექნიკური შეკითხვა გექნება და აი როგორ გადმოვიტანო Bitnet-ზე ესე თუ ის კრიპტოვალუტა ან როგორ ვიყიდო ესა თუ ის კრიპტოვალუტა, მოკლედ 24/7-ზე ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიწეროთ საპორტს და საპორტი დაგეხმარებათ, მოკლედ ძალიან კვალიფიციური გუნდი და შესაბამისად სულრეგულო თუ თქვენ ხართ მოტივირებული იმისთვის და თუ მით უმეტეს გინდათ ცდა მინიმუმ თავიდან ცადოთ კრიპტო სამყაროში ფეხი შემობიჯება, ეს ყველაზე მარტივი და კარგი გზაა ამისთვის, მოკლედ. ეხლა გადავიდეთ გადაცემის პირველ ნაწილზე, ტრადიციისამებრ იცით, რომ გადაცემის პირველ ნაწილში მიმოვიხილავ რამოდენიმე სიახლეს, რაც შეიძლება ჩემთვის ყოველ შემთხვევაში საინტერესო იყოს და გაგიზიარეთ ამ სიახლეს. გადაცემის მეორე ნაწილში ვსაუბრობ ხოლმე და განვიხილავ ჩატს და მესამე ნაწილში თუ არის შეკითხვები, ვპასუხობ ამ შეკითხვებს. გადავიდეთ მოკლედ პირველ სიახლეზე და პირველი სიახლე პრინციპში სხვადასხვა თეთრი სახლის პრეზიდენტის განცხადებები დაიდო გუშინ. სადაც ეკითხებოდნენ კრიპტოსთან მიმართებაში და ერთ-ერთი მოკლედ კანონი კრიპტოვალუტებთან მიმართებაში და რატომ არ ვსაუბრობ იმ ამ კანონზე, რა კანონიც შევა ნელ-ნელა დიდი ალბათობით მოკლედ ძალაში. ეს სიახლე მგონია მე მნიშვნელოვანი და ეს სიახლე რატომღაც არ არის ასე ვთქვათ ხაზგასმული, რადგან ამ სიახლეს აქვს რამოდენიმე მხარე და რაში მდგომარეობს, მოკლედ de minimis ქვია, ესეთი აქტი არის, სადაც პრინციპში მცირე ტრანზაქციები პირობითად $200-მდე, სადღაც $300-მდე თქვენ დააფიქსირებთ მოკლედ profits Bitcoin-ის. აი ის ოდენობა, რაც არის საჭირო ძალიან მარტივი ტრანზაქციების განსახორციელებლად, თქვენ მოკლედ არ დაიდეგრებით და ამჟამად ეს რა თქმა უნდა ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან არ არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა და აი ამიტომაც პრეზიდენტმა კაროლინმა ისაუბრა ამაზე, თქვა, რომ აი ტრამპი უჭერს ამ ყველაფერს ხარს, უბრალოდ ეხლა ჯერ უნდა მოამზადოთ ნიადაგი, რათა მოხდეს ეს ყველაფერი. უბრალოდ რამდენად უჭერს აი ამაზე ამ სიახლის ბოლოსკენ ვისაუბრებ, რადგან არის რაღაც საკითხი. რა საკითხიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ახლა წესი როგორ არის? თქვენ თუ მოკლედ წაგებას დააფიქსირებთ, მოგებას დააფიქსირებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, აშშ-ს შემოსავლელების სამსახურს უნდა მიაწოდოთ მოკლედ ინფორმაცია და ეს ძალიან დამღლელი არის და თქვენ ბევრგან გინახავთ ალბათ აი რადგანაც არ არის დარეგულირებული ყველაფერი აი ამ კუთხით, ან უბრალოდ ეშინიათ მოკლედ ამერიკის შეერთებული შტატების
მცხოვრები ადამიანები მიიღებენ თუ არა airdrop-ში მონაწილეობას, სიტყვაზე airdrop-ებზეც არის მსგავსი პრობლემები. სხვადასხვა ცდილობა იყო, ესე არ არის ამის ხაზგასმაც მინდა რომ ესე არ არის რომ აი ტრამპამდე არავინ არ ცდილობდა, როგორ არ ცდილობდნენ 2020-ში, 2022-ში იყო მცდელობა რომ აი ვალდებულებებისგან და ამ ბუჰალტერისგან განთავისუფლებულიყვნენ აი $200-მდე მოგება თუ დაუფიქსირდებოდათ, სამწუხაროდ ესეც ვერ მოხდა და მე მაინც სკეპტიკურად ვარ განწყობილი და გეტყვით რატომ ამ სიახლის ბოლოს ამ კუთხით, თუმცა თუ ეს ყველაფერი მოხდა, საბოლოო ჯამში ეს სხვათა შორის იქნება ძალიან დიდი ხვრელი მომავლისთვის დატოვებული ოღონდ ჩვენ სასარგებლოდ. ანუ კრიპტო ენთუზიასტების სასარგებლოდ და არა იმათვის, ვისაც დაბეღვრა უნდა ყველაფრის და დარეგულირება უნდა. სხვათა შორის სინთია ლუმისი თქვენ სენატორი გეცნობათ ალბათ, რომელიც ბიტკოინზე საუბრობს ძალიან ბევრს და შეეცადა პრინციპში, როდესაც ეგრეთ წოდებული დიდი ლამაზი, ასე ვთქვათ, კანონის მიღება ხდებოდა, მან გაიკეთებინათ ჩანაწერი, რომ $300-მდე მაინც დაიყვანათ ეს ყველაფერი, თუმცა სამწუხაროდ უარი იყო და უარი იყო სხვა კონტექსტში. მოკლედ კიდევ ძველ ამონარიდებს, რამოდენიმე ამონარიდს წაკითხავთ ამ ქალბატონთან მიმართებაში, ამ ქალბატონს ეკუთვნის ის ფრაზა, სადაც ყოველად წარმოუდგენელია, მოკლედ ორჯერ დავბეგროთ ის ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, კრიპტო ეკოსისტემას აცოცხლებენ, proof of work-ზეც აიყო აქ საუბარი, proof of stake-ზეც, როდესაც ჩართულები არიან, აქაც იბეგრებიან და როდესაც მოგებას აფიქსირებენ, აქაც ვბეგრავთ ჩვენ, ეს ყველაფერი ამცირებს ამ ინდუსტრიის განვითარებას ჩვენთან და მოკლედ ეს ყოლა დაუშვებელიაო, ესეთი პათოსის მქონე, შინაარსის მქონე განცხადებები არის სინტიას მხარზე და ასევე საიდან მოვიდა ზოგადად ეს $300-200, აი ეს არის მნიშვნელოვანი, მოკლედ de minimis პრინციპში არსებობს, აი როგორც პირობითად თქვენ თუ გამოიწერთ რაიმენი $300 ღირებულების, სადაც არანაირ გადასახადს როგორც არ იხდით, ამერიკაში არის მსგავსი, უბრალოდ $800 არის საუბარი და სხვათა შორის 2027 წლიდან შესაძლებელია ეს ყველაფერი შეიცვალოს, რადგან კიდევ ერთხელ ტარიფების ომი, ჩინეთი და მსგავსი რაღაცა და შესაბამისად აი დიდ ლამაზ მოკლედ კანონმდებლობაში, აი ამიტომაც ლუმენის მიერ ჩაწერილი ინფორმაცია ვერ შევიდა. სხვათა შორის ჩვენ Twitter გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ეს სტატია. სტატიის კომენტარებში გვაქვს აღწერილი ზოგადად ამ კანონის მოკლე მიმოხილვა და რეალურად $200-300 ეს რა თქმა უნდა პირობითი არის, უფრო მეტზეც შეიძლება საუბარი, უბრალოდ ეს მინიმალური მაინც თუ მოხერხდა, შემდგომში უფრო მარტივი იქნება, მოკლედ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება ამ კუთხით და შესაბამისად ეს ამბავი არის საინტერესო. უბრალოდ აი რეგულაციების კუთხით, აი ხა მეორე სიახლერაზეც იქნება, ჯერ არ გადავდივარ მეორე სიახლეზე, მაგრამ რეგულაციების კუთხით რამოდენიმე კანონის არსებობა ამ შემთხვევაში არის მნიშვნელოვანი. ანუ კანონის არსებობა ბიტკოინთან მიმართებაში, რაც უნდა კანონი წერონ, მაინც ის პრობლემა რაც აქვს თანამედროვე ფინანსურ სისტემას მაინც დარჩება, არ აქვს მნიშვნელობა და რაც უნდა პრობლემები შეუქმნან ბიტკოინს, უბრალოდ ეს არის იმის გაგრძელება, რა ტალღაც წამოვიდა კრიპტოსთან და მით უმეტეს ბიტკოინთან მიმართებაში 2024 წლიდან და დაველოდოთ, ანუ მე რას ვამბობ, თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ, თუ აქაც თანმიმდევრულობა დაირღვა და იმ სამ კანონზე შემდგომ ვისაუბრებ, შესაბამისად რაღაც პრობლემები, როდესაც ადმინისტრაცია შეიცვლება, როდესაც რაღაც ურთიერთობები შეიცვლება, შესაბამისად შეიძლება ცუდად შემოგვიტრიალდეს ჩვენ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებებში მით უმეტეს, როდესაც რეგულაციებს ეხება, ვიყოთ თანმიმდევრულები, რადგან ცუდად არ მოგვიბრუნდეს ჩვენ.
თორე რაც უნდა კანონი მიიღონ, ექვე ვაკეთებ განცხადებას, ბიტკოინი ვერც აკრძალავენ, ვერც შეამცირებენ, ადამიანები P2P მოხმარებას გადავლენ, მოკლედ ძალიან კომპლექსური საკითხია ამ კუთხით და ამაზეც დიდხანს არ გავჩერდები. ასევე დაწერეთ კომენტარებში რეალურად ვინც ხართ, სხვადასხვა ძალიან ხშირად ვამბობ, მაგრამ ამერიკიდან ვინც გვიყურებთ, დაწერეთ ეს როგორ გაგიმარტივებთ ეს ცვლილება როგორ გაგიმარტივებთ ყოველდღიურ ცხოვრებას. აი ხაზგასმით იყო იმ პრესკონფერენციაზე წარმომადგენელმა ისაუბრა, აი ყავის ყიდვის დროს, აი რატომ დამატებითად ხო მართალია მინიმუმ ელემენტარული რაღაცების ყიდვა გაიდვის დროს რატომ შეიძლება მოქმედდეს ეს ან რამე ცუც შვევით ამ კუთხით რაიმე დაშავდა არა პირიქით ხო უფრო ნაკლებად ასე ვთქვათ, უფრო ნაკლებად ვიყენებთ იმ სისტემას, რომელიც ცენტრალიზებულია, რომელიც ძალიან ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს, რომელიც არც ვიცით საერთოდ საერთოდ მიგვაქანებს და ვიყენებთ ალტერნატიულ სისტემას და შესაბამისად და არ ვიცი. აი ამ კუთხითაც თქვენი აზრი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეხლა რაც შეეხება მეორე სიახლეს და მეორე სიახლე ჩემი აზრით არის ერთგვარი საძირკველის ასე ვთქვათ, მოსინჯვა იმ რეგულაციებთან და საძირკველის ჩართმა პრინციპში მომავლისთვის. აი ეს რეგულაციები რა რეგულაციებიც იქნება ამერიკაში, დიდი ალბათობით განაპირობებს როგორ გაგრძელდება კრიპტოინდუსტრიის მოღვაწეობა ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებში და შემდგომ გვინდა არ გვინდა ეს ტალღა, ამას მე ვამბობ, რომ ეს ტალღა საბოლოო ჯამში ევროპასაც შეეხება და ევროპაც იძულებული იქნება და ძალიან ბევრი ქვეყანა იძულებული იქნება, რომ რაღაც შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ არეულობასთან გვექნება ამბავი მოკლედ. ამ თეორიას მე მივხრობი, სხვადასხვა ვისაც არ გინახავთ, ოთხშაბათ ძალიან საინტერესო საუბარი იყო. ბიტკოინზე ვსაუბრობდით, სტუმარიც ყავდა, ნიკოლოზი იყო სტუმრად და განვიხილავდით, აი სწორედ მაშინ იყო ერთ-ერთი მოსმენა დასრულდა და მხარდაჭერა ერთ-ერთი კანონის, აი ამ სამი კანონიდან და პრინციპში ახლა მივედით იქამდე, რომ სტაბილურ ქოინების შესახებ კანონი, ეგრეთ წოდებული Genius აქტი უკვე ტრამპის მაგიდაზე აღმოჩნდება და საბოლოო ჯამში ტრამპმა უნდა მოაწეროს ხელი და უფრო ცხადად გაიწერა მოკლედ ბევრი რამ აი ამაზე ავთომ ისაუბრა ოთხშაბათს და მაგიტომ გახსენებთ ოთხშაბათის გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ მოკლედ ჩანაწერი YouTube-ზე და Facebook-ზე სადაც პრინციპში განხილული ანუ გზამკვლევი არის სტაბილურ ქოინებთან მიმართებაში, ასევე ძველ გადაცემებში შეგიძლიათ ნახოთ ის რეიტინგი არის სტაბილურ ქოინებთან მიმართებაში, რომელი კომპანიები რა სტაბილურ ქოინებს ფლობენ და ეს კანონი თავისუფლად მნიშვნელოვანია. თუმცა ბევრგან თქვენ შეხვდებოდით კრიპტოკვირა. კვირა რატომ? რადგან რამოდენიმე კანონის განხილვა იქნება და სხვა ორი კანონი და ამ ორი კანონიდან ერთი კანონი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი კანონი, რაც კი დაიწერება კრიპტოზე, ეგრეთ წოდებული სიცხადე, ანუ clarity ქვია ესე, სადაც ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა, მოკლედ რა არის security, რა არის commodity, ანუ ეგრეთ წოდებული სახელები მიენიჭება ამა თუ იმ ტიპის აქტივს კრიპტოში და შესაბამისად აი აქ სხვადასხვა კანონი მოქმედებს მათზე. გადასახადის გადახდა მოგიწევთ, არ მოგიწევთ, შეგეძლებათ თუ არა პირდაპირ გადაიხადოთ, მოკლედ ამაზე იქნება რაღაც განპირობებელი. ამიტომ ამბობ, რომ საძირკველი იქმნება აი ამ კუთხით და მესამე ერთ-ერთი საინტერესო კანონი ანტი-CBDC, ესე პირდაპირ ქვია ანტი-CBDC კანონი, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ რა თუ ეს ეგრეთ წოდებული სიცხადის აქტი და კანონი ასე ვთქვათ არ იქნა გაწერილი შესაბამისად ანტი-CBDC რაც უნდა გავწეროთ ან Genius აქტი რაც უნდა გქონდეს ან Cynthia თავის მხრივ რაც უნდა იწვალოს მაინც იქნება პრობლემები. აი ამიტომ მგონია ძალიან დიდი მნიშვნელობის არის ეს კანონები. სხვათა შორის ის ვადა სტაბილურ ქოინებთან მიმართებაში Genius აქტით საბოლოო ჯამში რაც თქვა ტრამპმა და ეს დაუფასოთ.
6 თვეში მოესწრო და მე მგონი ესწრება, მოაწერს მალე ხელს და რაც შეეხება სიცხადესთან მიმართებაში არის საუბრები, რამოდენიმე ექსპერტი საუბრობს, რომ წლის ბოლომდე შეიძლება გადაიწიოს ამან და წლის ბოლო საინტერესო პერიოდი არის ზოგადად კრიპტოსთვის, ოქტომბერი, ნოემბერი, მოკლედ შემოდგომის ამბები ყოველთვის მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს ამ სიცხადეში არ შემოვა ისეთი ფაქტორი, აი ამას ხაზგასმით ვამბობ, რომელიც საბოლოო ჯამში დააზიანებს ამ ფუნდამენტს, რადგან ძალიან ბევრს გაუხარდა Genius აქტის შესახებ მიღებული ასე ვთქვათ, დადებითი პასუხები, მაგრამ აქ სტაბილურ კოინებზეა საუბარი ამ კანონთან მიმართებაში და სტაბილურ კოინებზე, რომელიც დოლარით არის გამყარებული, ამაზე ტრამპს საერთოდ არ ჰქონია პრობლემა. თქვენ თუ გაიხსენებთ, წინა პრეზიდენტობის პერიოდში თქვა, რომ აი მე კრიპტოვალუტები აღარ მაინტერესებს და დოლარი არის ნომერ პირველი წამყვანი ვალუტა მსოფლიოში და ასე შემდეგ და ეს ნარატივი შეიძლება დაბრუნდეს ამ Genius აქტით, კიდევ ერთხელ დაველოდოთ, ასევე Wall Street-იც გამალებით ელოდება დიდი ალბათობით რამოდენიმე ჭორს თუ დაუჯერებთ, რომ შევიდეს მოკლედ ამ ინდუსტრიაში, სტაბილურ კოინების ინდუსტრიაზე მაქვს უფრო საუბარი, სადაც Tether და Circle არიან პირველ ადგილზე და მოკლედ ეს სამი კანონი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი არის, რა სახით წარსდგება და მეოთხესაც თუ დავამატებთ აი სიცხადეს და ანტი-CBDC-ის აქტის შემდგომ თუ დავამატებთ საერთოდ იმას, რომ აი მინიმუმზე მაინც დავიყვანოთ ეს გადასახადების ამბავი, საბოლოო ჯამში შეიძლება შეიკრას რაღაცა 4 კანონი, რომელიც შექმნის საძირკველს. დაწერთ კომენტარებში და საინტერესოა თქვენი აზრი, რომელ კანონში ხედავთ საფრთხეს და სიტყვაზე რას ისურვებდით მათ ნაცვლად, აი რა უნდა ჩაიწეროს ისეთი, რომ ნაკლებად საში იყოს ამომავლად. მე სამწუხაროდ სკეპტიკურად ვუყურებ ხოლმე ამ კანონებს, მოგიხსენებათ, აი როგორც კუდიანებზე ნადირობა იყო, ესე ნადირობა იყო ყოველთვის სხვადასხვა ადმინისტრაციების და სხვადასხვა ქვეყნების მიერ იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც სიტყვა საერთოდ კრიპტოსაც კი ახსენებდნენ და შესაბამისად კი ბევრი ადამიანი ხვდება, რომ აი კრიპტოვალუტა ბლოკჩეინი შეიძლება იყოს მომავალი, უბრალოდ აქაც შეიძლება ძალიან კარგი ტექნოლოგია ბევრმა სახელმწიფომ სულად გამოიყენოს და საბოლოო ჯამში ვინც კარგად ვიყენებთ, ანუ კარგად გამოყენებაც არ არის, ვინც სწორად ვიყენებთ და სწორ რაღაცას ვიყენებთ, შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ შემოატრიალონ ეს იარაღი და ამიტომაც ვარ ხოლმე შეფასებებში ფრთხილი. სხვა კუთხით, რა ვიცი, კიდევ ერთხელ ესეც არ არის პრობლემა, რაც უნდა დარეგულირონ საბოლოო ჯამში. ჩვენ გვახსოვს ის წინა კრიპტოს ზამთარი პრინციპში, სადაც არეგულირებდნენ, გამკაცრებული იყო ყველაფერი, მაგრამ საბოლოო ჯამში მოხდა პატარ-პატარა გარღვევები, კი ETF-ით დაინტერესება და ასე შემდგომ. მოკლედ, საინტერესო ამბები გველოდება წინ, თუ რა თქმა უნდა, ეს სიცხადის აქტი, სიცხადის კანონი იქნება იმდენად ცხადი, რომ რაღაც ტროას ცხენს აქეთკენ არ შემოიყვანს და ჩვენ პირიქით ტროას ცხენს შევიყვანთ აი $300, $200, ასე ვთქვათ, ზღვრით. ესეც საინტერესო იქნება, მაგიტომ მაინტერესებდა ეს პირველი სიახლე ჩემთვის არის $200 ნიშნული, ვიდრე ეს სამი, კი, საძირკველი მნიშვნელოვანია, მაგრამ მყარი იქნება ეს საძირკველი, ვნახავთ მოკლედ რა სახით გავა ეს სამი კანონი, რადგან შეიძლება სახელი იგივე დატოვო, მაგრამ ცვლილებები იყოს, რაც ცვლილებებმაც საბოლოო ჯამში შეიძლება სხვა მიმართულებით წაგვიყვანოს. ეხლა რაც შეეხება მესამე სიახლეს და მესამე სიახლეს სხვათა შორის საყურადღებო არის, ბევრი ადამიანისგან მსმენია მესამე სიახლეს რაც შეეხება, ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ აი როდესაც კომპიუტერს ვიყენებთ, რაც უცებ არსაიდან მოდის სიმძლავრის გამოყენება, ჭარბი სიმძლავრის გამოყენება, როდესაც task manager-ს რთავენ უცებ ეს ყველაფერი ქრება და ვერ ნახულობენ, მოკლედ რაღაც პრობლემა აქვს და ამ პრობლემას ხვდებიან, ათვალიერებენ ხოლმე არაფერი მნიშვნელოვანი, თვითონ მრავალ ანტივირუსს გადმოწერენ, გასუფთავენ კომპიუტერს, მაგრამ იგივე პრობლემა რჩება. ეს პრობლემა სხვადასხვა კრიპტოპროექტის მაინინგთან არის დაკავშირებული, სავარაუდოდ თქვენ სიმძლავრეს იყენებენ
არიან ერთ-ერთი ვირუსი შეიძლება იყოს ეს მაინინგთან დაკავშირებული და ამას წინათ მოკლედ ივლისის დასაწყისში ვრცელი ინფორმაცია დაიდო ამასთან მიმართებაში თქვენ შეგიძლიათ ჩვენ Twitter გვერდზე ნახოთ სტატია სადაც არის Moneros მაინინგზე საუბარი და სხვათა შორის ამ სტატიაში არის ჩამოწერილი ის პროგრამები და ის ოპერაციული სისტემები, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი არიან ამ მსგავსი თავდასხმისგან, მოკლედ პირველ ადგილზე რა თქმა უნდა არის Windows-ი. ვერ გავიქცევით ამ ყველაფერს, თუმცა როდესაც ნახულობდი კონკრეტული ტიპის, ასე ვთქვათ, პროგრამას, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებდა, საბოლოო ჯამში Microsoft-ის განახლებები იყო, რომლებიც ამ ყველაფრის წინააღმდეგ იყო მიმართული, მოკლედ ფონურად მუშაობენ ეს აპლიკაციები, ანუ თქვენ რაღაცა კი არა მოხდება, რაიმე ინფორმაცია არა. ფონურად არის ეს ინფორმაცია, თავიდან ვერაფერს ვერ ამჩნევთ, ასევე ანტივირუსების გამორთვა ხდება, მოკლედ XMR, IGR და H2 მაინერი ამ კონკრეტულ სახელებს ნახავთ ახლა ზეპირად ამის დამახსოვრება რა შეგინდათ უფრო ტექნიკური ამბავი არის. შემდგომ ყოფილა რამოდენიმე სკრიპტი არის ესეთი, რომელიც თქვენ კომპიუტერს საერთოდ ბლოკავს და ასევე არის ერთი სკრიპტი, რომელიც ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული master ბუთის ჩართვას უშლის ხელს, ან როდესაც კომპიუტერს რთავთ ხოლმე და შავ ფონზე რა ინფორმაციაც არის აემის ჩართვას უშლის ხელს, სხვათა შორის არის კიდე ერთი ტიპი, რომელიც 15 წუთში ერთხელ აქტიურდება და ამიტომ შეიძლება ვერ შეამჩნიოთ და ვინ არის მოწყვლადი? ის ხალხი არის მოწყვლადი, ვისაც cloud server-ებთან აქვს საქმე, ერთ-ერთი შემჩნეული cloud server-ი არის სხვათა შორის ეწერა Alibaba Cloud-ი, სადაც პრინციპში დაფიქსირდა რამოდენიმე გარღვევა ამ კუთხით. აი ტექნიკურად ვისაც უფრო გესმით ეს საკითხი მნიშვნელოვანია თქვენც აგვიხსნათ როგორ შეიძლება დავიცვათ თავი. ასევე ლოკალურად, მოკლედ ლოკალურად რაღაც სისტემას აწყობთ, აქაც უნდა გაითვალისწინოთ ეს ყველაფერი. გაწმენდა, როგორც ამბობენ ექსპერტები, ძალიან რთული არის, ან თუ ერთი კვალი მაინც დარჩა ამ ანტივირუსის, ამ ვირუსის უკაცრავად ფაქტობრივია თავიდან ქმნის თლიან სისტემას, ანუ სჭირდება ასე ვთქვათ ძირეული მოშორება, სხვათა შორის კასპერსკის რეპორტები იყო დაწერით კომენტარებში, ვისაც გესმით ეს საკითხი, მეტნაკლებად ოპერაციული სისტემა გასაგებია, რომ Linux-ი შეიძლება უფრო უსაფრთხო იყოს ვიდრე Windows-ი, მაგრამ რეალობა გვაქვს ეს, რომ მომხმარე საქართველოში მithumetes დიდი ნაწილი იყენებს Windows და რა პოტენციური, ასე ვთქვათ, ანტივირუსები არსებობს, რომლებიც შეიძლება დაგვეხმარო, მოკლედ მსგავსი, ასე ვთქვათ, აპლიკაციებიდან რომ შორს დავიჭიროთ თავი, ან მინიმუმ იდენტიფიცირება მოხდინოთ, სხვათა შორის ასევე, როდესაც დავირუსება ხდება კომპიუტერის, ფლეშკას თუ შეერთებთ, ფლეშკის ინფიცირებაც ხდება და ფლეშკიდანაც გადატანა და მოკლედ რაღაც სერიოზულ ამბავთან გვაქვს საქმე. თუმცა მე არ შემხვედრი ახლა ძალიან ბევრი ადამიანი პრაქტიკაში ძალიან ბევრი ადამიანი არ შემხვედრია, რომელიც ასე ვთქვათ უჩიოდეს ამას, თუმცა ჩემი აზრით გასათვალისწინებელი. ასევე ორი სიტყვა ვთქვათ Moneroზე. Monero არის თავიდან ბოლომდე კონფიდენციალობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტა და ესეც სამახასიათებელი აქვს, რასაც გამოყოფენ ხოლმე. პირველი არის მიმღების დამალვა, ანუ ვინ მიიღებს ერთ ამა თუ იმ ოდენობის კრიპტოვალუტას არ ჩანს. ასევე მეორე მხარე აქვს გამგზავნის დამალვა, ანუ ვინ აგზავნის ამის მისამართიც არ ჩანს და მესამე მხარე, ასე ვთქვათ, არის ტრანზაქციების თანხების დამალვა, რაოდენობის თანხა გადაიგზავნა, რაოდენობის Monero გადაიგზავნა, ესეც არ ჩანს და ამის გამო ძალიან ბევრ ცენტრალიზებულ ბირჟებზე ვერ შეხვდებით ამ პროდუქტს და სხვათა შორის proof of work კონსენსუსზე მუშაობს და მაინინგი ხდება მოკლედ ჩვეულებრივი კომპიუტერებით და პატარ-პატარა ფერმებიც არის კომპიუტერებიდან პროცესორებიდან ხდება მაინინგი და კონკურენტება ასე ვთქვათ გაცხადებულად მოკლედ ეგრეთ წოდებული ასიკების დომინაციის ჩახშობა უნდათ. ბევრი დაწერით ხო კომენტარებში არ გეტყვით
იყენებთ თუ არა მონეროს, თუ იყენებთ, გამოიყენეთ თუ არა იყენებთ, იყენებთ, მაგრამ მოკლედ აი ამ კუთხით, როდესაც ლოკალურად რაღაც სერვერებს აწყობთ, მაინც ფრთხილად იყავით, ასევე არ დაფიქსირებულა ფაქტი, რომ რაღაც ინფორმაცია გაეტანათ, ანუ აქ უშუალოდ მაინინგი ხდება ესეთი ვირუსების დროს და რაიმე ინფორმაცია არ გააქვთ, თუმცა შეიძლება ეს ყველაფერი დაიხვეწოს და აი ამ კუთხითაც შეიძლება რა ფრთხილად უნდა იყოთ, ან შეიძლება რაღაც ინფორმაცია წაიშალოს. ამიტომ მინდა წინაზე სხვადასხვა ერთ-ერთმა ჩვენმა მაყურებელმა როდესაც მსგავს პრობლემაზე ვისაუბრეთ, თავიდან ბოლომდე ძალიან კარგი პოსტი მიუძღვნა ამას. ეხლა მაინტერესებს ანტივირუსების კუთხით დაწერით, ვისაც გაქვთ გამოცდილება, ბევრს გამსმენია, რომ აი საბოლოო ჯამში არც არ შვებიან ეს ანტივირუსები, მაგრამ დაწერეთ მოკლედ მინიმუმ სკრინინგის დონეზე, მაინც აი გასუფთავების დონეზეც რა შეიძლება გამოიყენოთ, აი მე მაგალითად მალვარ ბაიტს ქვია თუ არ ვცდები, ვიყენებ ხოლმე მსგავს პროდუქტს, ესეც აჩვენებს არამარტო ამათეს ახლა რამოდენიმე სერვისი, რომ სადმე არის თუ არა შენი იმეილი გამოყენებული, ან რა პაროლი არის გასული მოკლედ სისტემებიდან და მსგავსი რაღაცები, მოკლედ გაგვიზიარეთ, ასე ვთქვათ, თქვენი გამოცდილება ამ კუთხით და ეს გამოცდილება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეხლა რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილზე გადავიდეთ, სადაც მოკლედ შევეცდები რომ გაჩვენოთ რა ხდება ბაზარზე. აქვე სხვადასხვა თუ დამწყებები ხართ, როგორ ეხლა გამოჩნდება ეკრანზე, ლადოს ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ. ძალიან მარტივად არის ახსნილი, მოკლედ როგორ შეგიძლიათ იყიდოთ საქართველოში ბიტკოინი მარტივად და ბიტნეტის სარეგისტრაციოც გამოგიჩნდებათ აკადემიის აღწერაში ან პირველივე მოკლედ QR კოდებში. ეხლა რაც შეეხება ბიტკოინს, ვნახოთ მოკლედ რა ხდება ბიტკოინის თავს და ხაი ხშირად არის საუბარი, აი რა დიაპაზონებს დააკვირდით. მსგავსი მოძრაობების დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ ფაქტობრივად ლოკალურად ვიმყოფებით ეხა ამასვლის დიაპაზონში, სადაც პრინციპში ფასი, ასე ვთქვათ, ფასის აღმოჩენის დიაპაზონი ქვია ამას, სადაც ძალიან დიდი ხნით არ ვართ გაჩერებულები, თუმცა წინააღმდეგობის კუთხით საინტერესო დიაპაზონები იქნება რა ასოციათასი, აი რაზეც წინა კვირაში საუბრობდი ფსიქოლოგიური წინააღმდეგობა რაც არის, ამ წინააღმდეგობაზე საუბარი და როდესაც თქვენ გაინტერესებთ, აი თუ დაღმასვლა დაიწყება აქტივი, სადამდე შეიძლება ჩამოვიდეს ფასი, ძალიან მკვეთრად, აი დააკვირდით ხოლმე, ძალიან მარტივ რაღაცას ვსაუბრობ, საიდან ავიდა ფასი მკვეთრად. მკვეთრი აღმასვლა იყო, რომელი დიაპაზონიდან 109.000-დან, ანუ 100.000-ის დიაპაზონი, თუმცა მანამდე, სანამ 100.000-მდე, მოკლედ, ესეთი შეგვიძლია, ასე ვთქვათ, არხი გავაკეთოთ, სადაც 100-დან 120.000-მდე დავყოფთ ამ დიაპაზონს და დავაკვირდებით აქ როგორ მოძრაობს. ზოგიერთი ტრეიდერი შვება რას 100-დან 120-მდე შუა დიაპაზონს იღებს, ანუ 115.000-ის დიაპაზონს, რომელიც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ემთხვევა ჩრდილებს და აი აქ არის ერთ-ერთი ეს მაგალითი და დაყოფილია ორ ზონად. ზედა ზონას, როდესაც დააკვირდება ალბათობა იმისა, რომ მაღლა ავიდეს ფასი, შეიძლება იყოს დიდი სხვადასხვა ფაქტორებიდან გათვალისწინებით და აქედან სხვადასხვა რისკ მენეჯმენტით მოკლედ იღებენ გადაწყვეტილებას. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ აი მაქსიმუმს რა შეიძლება მაქსიმუმ კაცშვილმა არის ის კიდევ ერთხელ ხასგასმით რა შეიძლება იყოს ბიტკოინთან მიმართებაში, მით უმეტეს ამ ბუმრანზე ძალიან ბევრი საუბრობს, რომ აი ეს დადგა ის პერიოდი, როდესაც საბოლოო ჯამში ასე ვთქვათ, ფასი ძალიან მკვეთრად და სხვათა შორის სინტია საუბრობდა ამაზე, რომ სულ რაღაც 10 წელიწადში ერთ-ერთ თავის გამოსვლაში ქონდა, სულ რაღაც 10 წელიწადში 99% ბიტკოინის უკვე დამაინინგებული იქნება და აი ამ პერიოდში გვექნება ძალიან მკვეთრი ზრდა და შემდგომ სტაბილურად მოკლედ რაღაც დიაპაზონში ვიქნებით და ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც მიიღო დონალდ ტრამპმა და შესაბამისად ეს მომავალზე ორიენტირებული, ანუ მოკლედ მსგავსი განცხადებები იყო. ეს ნარატივი არსებობს თვის დიაპაზონში თუ დააკვირდებით, აღმასვლის, სერიოზული აღმასვლის ტენდენცია არის, რომელიც ჯერჯერობით არ შემოbrunებულა. აი ვიღაცები როდესაც კითხულობენ, როდი შეიძლება გავყვიდოთ აქტივი პირობითად, ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა უფრო
შორ დიაპაზონს თუ დააკვირდებით და უფრო ფრთხილად ვინმეს თუ უნდა ყოფნა, შეიძლება აი 100,000 ნიშნული. ხო, აი 100,000-ის ნიშნულს თუ ჩამოცდება ვიღაცები, გაყიდვას დაიწყებენ ვიღაცები. ყიდვას დაიწყებენ, თავიანთი კიდევ ერთხელ გააჩნია, სად გაქვთ ნაყიდი, შორტავთ თუ ლონგავთ, ან რა პოზიციებში ხართ შესული, ამას აქ ამ ყველაფერს აქ მნიშვნელობა. თუმცა თუ შეხედავთ თვის დიაპაზონში, კიდევ ერთხელ რამოდენიმე შესვენება, ერთი შესვენება, ორი შესვენება, სამი, ეს ყველაზე დიდი შესვენება იყო სხვათა შორის ამ პერიოდში. ეს არის 20-24 წელი, კი? აი 20-23-დან როგორც კი დაიწყო, ფაქტობრივად 20-23 წლის იანვრიდან არ გაჩერებულა ბიტკოინის აღმასვლა, რაც სხვათა შორის დიდი არის პროცენტულად, არა დროის ჭრილში შევადაროთ. ავიღოთ ეს დიაპაზონი, მოდით. ესე იგი 33 თვე გქონდა წინა ბულრანზე. ხო, სადღაც 31 თვეზე ვართ და ორ თვესაც თუ დავამატებთ, სექტემბერი, ოქტომბრის დიაპაზონი შეიძლება იყოს, ხო? ფაქტობრივად ის პერიოდი შეიძლება იყოს, რა პერიოდიც აქ გქონდა, თუ წინა ბულმარკეტის ან ამის წინა ბულმარკეტის ანალიზ თუ ამ კუთხით შევხედავთ, ეს შეიძლება იყოს. ეხლა გადავამოწმოთ დომინაცია. დომინაცია არის ბაზრის რაწილი, კრიპტობაზრის რაწილი თანხა არის შესული ბიტკოინში. დომინაცია არის 61-68%-ზე. დომინაცია დაღმასვლის, ძირითადი ტრენდი დაღმასვლის არ გვაქვს, რაც სახიფათო მოძრაობა არ არის, ჯერჯერობით. თქვენ ალბათ გახსოვთ რა დიაპაზონებზე გქონდა საუბარი. საინტერესო დიაპაზონი შეიძლება ალტკოინებისთვის იყოს ეს 54%-იანი დიაპაზონი, ну, თავიდან ასე ვთქვათ, დავაკვირდებით იმ დიაპაზონებს, რაც მანამდე იყო. თუ ბიტკოინის ფასი ერთ დიაპაზონში არის და დომინაცია იკლებს, ეს იმას ნიშნავს და აღმასვლის ტენდენცია არის ბიტკოინის ფასში, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა კრიპტოვალუტებში შემოდის თანხა და ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, რომელშიც დიდი რაოდენობით თანხა შეიძლება შედიოდეს, არის ეთერიუმი. თვის დიაპაზონს თუ დააკვირდებით და ჩვენ თუ არ ვცდები წინა კვირას ხო ვისაუბრეთ აი ამ დიაპაზონზე და ხდება ამ დიაპაზონის ათვისება თავიდან. ხო, აი გამოჩნდება ხა ეს უკეთ ამ დიაპაზონის ათვისება თავიდან საკმაოდ ძლიერი მოძრაობა არის ბიტკოინთან მიმართებაში რა დაგიმალოთ. ჩემთვის ფანტასტიკური იქნება თუ 0.4-ზე ავა ეს ნიშნული და აქედან გვექნება რაღაც რეაქცია. კიდევ ერთხელ ეს კარგი სცენარი იქნება ჩემთვის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სცენარი დიდი ალბათობით მოხდება, ხო? ანუ ორი სხვადასხვა რაღაცა. ცუდი სცენარის შემთხვევაში 0.026-ის, 0.025-ის დიაპაზონი კონკრეტულად აი საიდანაც მოხდა ეგრეთ წოდებული გარღვევა. გარღვევა აწყვეტა, რაც შეგინდათ, უბრალოდ როგორც გინდათ ისე დაარქვით, საიდანაც მოხდა ფასის გაქცევა. ესე მარტივად, ხო? პროცენტული ზრდა ბიტკოინთან მიმართებაში 21.32. უფრო დიდ სურათს თუ გადახედავთ, უნდა ვიცოდეთ, საიდან მოვდივართ, ხო? ესეც მაინც ვახსენებ ხოლმე ხალხს და აი ამ ცუდ პერიოდშიც კი თუ ჩვენ შორიდან შევხედავთ აი ამ ყველაფერს თვის ჭრილში ფაქტობრივად ორ დიდ სერიოზულ დიაპაზონში გავჩერდით. 20-20-დან თქვენ ხედავთ როგორი აღმასვლა გქონდა აქ. ყველაზე დიდი 20-21-ში, ყველაზე 20-21-ის დეკემბერი, ხო? აი როდესაც უკვე 20-21-ის ნოემბერში ბიტკოინმა ყველაზე მაღალი ნიშნული დააფიქსირა, დომინაციაც თითქმის ერთ დაბალ ნიშნულზე იყო, ფასის კუთხით ახალი მაღალი ნიშნული დააფიქსირა და ეთერიუმ ბიტკოინთან მიმართებაში აი ამ ასე ვთქვათ, ამ დომინაციაში იყო და ამის შემდგომ ალტკოინებიდან ჭკვიანი ფული ნელ-ნელა ამ ბაზრიდან გადმოდიოდა, ან ბიტკოინში გადადიოდა, თუმცა აი აქ იყო ქაოსი და აი ამ ქაოსის დროს ძალიან ბევრი ინვესტორი დაკარგავს ფულს, რომ აი
ეს altcoin-ი მქონდა, ამ altcoin-მა 10x ვერ დაწერა, აგერ ვიღაც სხვა altcoin-მა 2x დაწერა და შეიძლება ვიღაცამ თქვა, რომ აი 5 ჯერ შეიძლება ამის ფასი გადაიზარდოს, გადავიტანე იქ თანხა, არაფერი არ გაიზარდა, პირიქით დაიკლო და აი ნელ-ნელა გადასვლა გადმოხტომით ფაქტობრივად ადამიანები მინუსშიც კი გადიოდნენ. შეიძლება თქვენ იკითხოთ კიდევ ერთხელ როგორ, აი ძალიან მშვენიერად აი ამ კუთხით და დაველოდოთ მოკლედ აქაც მავნილების განვითარებას. ეხლა გადავანაცვლოთ Solana Bitcoin-თან მიმართებაში. ხო? Solana Bitcoin-თან მიმართებაში არაფერი ასე ვთქვათ არ შეცვლილა ამ კუთხით. დღის ჭრილს თუ ნახავთ, აი ძლავრი მოძრაობა როგორ არ შეცვლილა Bitcoin-თან მიმართებაში გაძლიერდა, თუმცა ის ძლავრი მოძრაობა რაც Ethereum-ზე გვაქვს არ აღინიშნება. ნახოთ BNB და პრინციპში ეგ არის. თუ რაიმე გაიგე, ხო, აი BNB-ც კი უფრო მძლავრად არის, თუმცა რაღაც სერიოზული აღმასვლა არ არის. ხო, აფერი სერიოზული შეიძლება უფრო დაბალი ნიშნულებიც კი ვიხილოთ. უფრო დაბალ ნიშნულებში ისევ ჩრდილის გადამოწმებას. გააჩნია ბაზარი როგორ განაგრძობს მოძრაობას საბოლოო ჯამში. ეხლა შევეცდები მოკლედ ვნახო კომენტარები. ჯერ დავიწყებ Facebook-იდან და შემდგომ გადავალ YouTube-ზე. ლევანი, სალამი, ლევანი კითხავს, ისეთივე ფიზიკურ კომპიუტერს მქონი cloud-ში როგორც სახში გიდგას და მან შეგიძლია უფრო სწორად შეგეძლო მაინინგი. ყველა cloud provider-ი ბლოკავს მაინინგს როგორც ვიცი. ხო, აი ამ სიახლეში ეწერა რომ ვინც Alibaba-s cloud-ს გამოიყენებს, მათ ქონდა აი ტექნიკურად არ მესმის მოკლედ ეს საკითხი, უბრალოდ ხვდები რომ რაღაც აი იმ ადამიანებთან ვინც მსგავს პროდუქტებს აკეთებენ, ეს ადამიანები იყვნენ მოწყვლადი არ ვიცი Alibaba-დან ფიზიკურ კომპიუტერზე როგორ ხდებოდა გადასვლა ან საიდან იღებდნენ ამ ვირუსს, თუმცა ძალიან ტექნიკური ამბავია და ეს ტექნიკურ ამბავში მე რომ არ შევიდე, უბრალოდ მაინტერესებს ვინც ასე ვთქვათ უფრო გამოცდილი ხართ ამ ამბებში, ჩვენი კომპიუტერები როგორ შევამოწმოთ ხოლმე, რა სიხშირით შევამოწმოთ, რაიმე რეკომენდაცია ან გაიდლაინი თუ არსებობს და ასევე ის ხელსაწყოები, ის ანტივირუსები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება დაგვეხმარონ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ადამიანი კი რაღაც ნაწილი უფრო სწორედ ტელეფონით მოძრაობს ამ ეკოსისტემებში, თუმცა არის ძალიან ბევრი DEX-ი, ძალიან ბევრი პროდუქტი, რომელიც გეუბნებათ, რომ აი კომპიუტერიდან უნდა შემოხვიდეთ, desktop ვერსია, ეგრეთ წოდებული desktop ვერსია უნდა გამოიყენოთ და შესაბამისად აქ შეიძლება გქონდეს რაღაც პრობლემები. ნოდო სალამი. ახლა YouTube-ის კომენტარი, ლინკის ფასე თუ გაქვს რაიმე პროგნოზში, შენი სუბიექტური აზრი როგორია? ეხლა ვნახოთ ლინკი. ვნახოთ ტექნიკურად Bitcoin-თან მიმართებაში. როდესაც ლინკზე მეუბნებიან ხოლმე ფასის კუთხით და ხო, პროექტის კუთხით რაში ვიყენებთ, ჯერჯერობით შემთთვის მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საინტერესო დიაპაზონთან არის ლინკი და თუ რა თქმა უნდა, ესეც არის გასათვალისწინებელი, ნახეთ. თავშეკავებული ვარ ხოლმე, მაგრამ თუ სიტყვაზე მოხდება აი ამ ტრენდის ხაზის გარღვევა, შემდგომ ნახეთ, სიტყვაზე დაღმასვლის დროს რა ფასებთანაც მოვედით, ხო, აი დაღმასვლის დროს რა ფასებიც დაფიქსირდა, აი ძალიან მარტივი ლოგიკა რო დაიმახსოვროთ, ხო, აი სიტყვაზე ეს წინა ეს მაღალი ნიშნულები, როგორც კი მაღლა ავალთ, უნდა დააკვირდეთ აი ამ ფასებს, უნდა დააკვირდეთ ამ ფასებს, უნდა დააკვირდეთ ამ ფასებს. ასევე უნდა დააკვირდეთ მოცულობები როგორი იყო. ადრე ხომ არ ყოფილა ეგერ დიდი ყვითელი დიაპაზონია, ადრე ხომ არ ყოფილა ეს დიაპაზონი საინტერესო, როგორც აიხედავთ, ნახეთ. აქაც ლამაზად ჩანს ეს. აი შემდგომ აი ამ ფასებზე ხდება, მოკლედ თუ გარღვევა მოხდა, აი კაი სცენარიც თუ გარღვევა მოხდა კიდევ ერთხელ, კაი სცენარი Bitcoin-თან მიმართებაში ვნახავთ, ხო? შეიძლება იყოს 74%-იანიც და ანუ Bitcoin-თან მიმართებაში 74%-იანიც და ფულაშუალებას გავაკეთებ, რომ Bitcoin რაღაც დიაპაზონში არის და მსგავსი ამბები. დოლართან მიმართებაში ტრენდის შემოტრიალებასთან შეიძლება გქონდეს აი პირველი აქცია, ნახეთ.
დღეს თქვენ ნახულობთ რეაქციას, რომელიც სხვა დღესთან მიმართებაში უფრო ძლიერია მოცულობებსაც თუ დააკვირდებით და აქედან არის ახლა მნიშვნელოვანი დავტესტავთ, ანუ ჩამოვალთ თუ არა რაღაც დიაპაზონებზე, საიდანაც ახალი თანხა შემოვა, თუ ასე ვთქვათ, მარკეტ მეიკერი ან ბაზარის ჩართული ხალხი გარისკავს და გარისკავს და დაელოდება კი არა, გარისკავს და უფრო მაღლა იყვანს ამ ფას. რაიმე პოზიტიური რო აი ლინკი გარღვევაზე შეიძლება იყოს არა, თუმცა პოზიტიურ სცენარებს თუ განვიხილავთ, შეიძლება იყოს $25 და აქედან $25 პროცენტის კუთხით არც თუ ისე ცუდი არის. შეიძლება თქვენ თქვათ, რომ აი ორი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული W-ს პატერნი არის, სადაც აი აქედან თუ აი ადრე იყო ეს ფასი, ხო, ხაზგასმული. მნიშვნელოვანი იყო ეს დიაპაზონი, აქედან თუ მოხდა გარღვევა, ძალიან ბევრი ტრეიდერი დააფიქსირებს ალბათ 25-ის დიაპაზონში მოგებას, ხო? აი პოზიტიურად თუ გვინდა შევხვდეთ, ასევე რამოდენიმე პოზიტიური, ასე ვთქვათ, განვითარების ამბავი შეიძლება იყოს, რომ უფრო მაღალი დაბალი ნიშნულები აქვს დაფიქსირებული და ესეც თან ერთვის, ხო? გააჩნია მოკლედ ორივე მხარეს შეიძლება, ასე ვთქვათ, სხვადასხვა პოზიტიური სიახლეების დაფიქსირება. ხო? მოკლედ ნახოთ რა როგორ განვითარდება ამ კუთხით. კიდევ ერთი კომენტარი იყო. გალას რამე გითხარით, მადლობა გალაზე. გალა წინა ბულრანზე, გალა გეიმს ხო თუ არ ვცდები, წინა ბულრანზე საინტერესო იყო, ხო? არაფერი საინტერესო, არაფერი ჩარჯი არაფერი კარგი არ ხდება. თქვენ ამ შემთხვევაში შეიძლება გადამოწმოთ coin market cap-ზე შეიცვალა თუ არა რამე ბაზრის კაპიტალიზაცია როგორი აქვს, ხო? Gala Games, ხო ეს თუ Gala. ხო, ნუ არაფერი საინტერესო, რაიმე სიახლე, აი უფრო კარგად რო გამოჩნდა, რაიმე სიახლე თუ არ წხვება, ხო, არა. თუმცა პოტენციურად თუ ისევ ეს ორჯერ შეიძლება გაიზარდოს ბაზარი კაპიტალიზაცია, ინფლაციის მაჩვენებელი გააჩნია, როგორ იქნება შენარჩუნებული, შეიძლება თეორიულად 0.06-ზე ავიდეს ფასი ამ კუთხით, თუ იგივე სცენარზე იქნება საუბარი. აქაც დავაკვირდებული ამ პატარ-პატარა მთებს თქვენ ადგილზე, როდესაც აღმასვლის პერიოდში, აი მთებთან ვინ დააფიქსირებს, მოკლედ ასე ვთქვათ, მოგებებს და რა მოცულობები დააფიქსირებს. სხვა კუთხით ტექნოლოგიურად ხდება თუ არა რამე, არც გამიგია და არც ვიცი გალასთან მიმართებაში. მე მგონი კარტნაზე ისაუბრობ, მადლობა დიდი. სამედიცინოს გაყიდვა რა ფასზე დავიწყო, ხო. კარდანო ნახოთ. უცებ. კარდანო ნახოთ, მოდით ჯერ trading coin market cap-ის დონეზე. არ არის ესეთ პრობლემა. All time ბაზრის კაპიტალიზაცია. დიდი აცტენა არ გვაქვს. და კი, დიდი აცტენა არ არის და შესაბამისად დავიწყოთ მოკლედ ჩარტის განხილვა. ასევე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ ბიტნეტის ამბავს, ბიტნეტზე მოკლედ ესეთი აქცია, რომ სულ რაღაც მინიმუმ 5 ლარადაც კი თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ნებისმიერ კრიპტო და დაიწყოთ მოკლედ მოგზაურობა, ექსპერიმენტები, სხვადასხვა ეკოსისტემების აღმოჩენა, ესე მარტივად გაივლით ჩვენი რეფერალური ლინკით რეგისტრაციას და სულ რაღაც 5 ლარიდან შეგიძლიათ დაიწყოთ მოკლედ ექსპერიმენტი. ეხლა ვინც რა თქმა უნდა ასე ვთქვათ პირველად ხართ და ვინც იცით უკვე ექსპერიმენტ უკვე პროფესიონალები ხართ და შესაბამისად ასე ვთქვათ 5 ლარის DCA-ც საინტერესო ამბავია და საინტერესო ასე ვთქვათ ჩელენჯი ეგრეთ წოდებული ჩელენჯი შეიძლება იყოს თქვენთვის რომ აი პრაქტიკულად ნახოთ აი 5 ლარიანი შესყიდვებით რეალურად ამა თუ იმ აქტივზე შეიძლება ეს აქტივი ბიტკოინი იყოს ახლა საინტერესო ჩელენჯები არის ჯგუფში ბიტკოინთან მიმართებით შეიძლება სხვა აქტივი იყოს რაც გაინტერესებთ და ეს გასაშვალოება თქვენ თვითონ ნახოთ აი პრაქტიკაში რა ხდება. რაც შეეხება კარდანოს, კარდანო განვიხილოთ ბიტკოინთან მიმართებაში პირველ რიგში. გეუბნებით, აი
კონსერვატულად რა მოძრაობებიც იყო, ხო? კონსერვატულად მოკლედ როგორც ჯერ საუბარი ხომერ ჯერ ეთერი უნდა გაძლიერდეს და შემდგომ სხვა კრიპტოვალუტები ამაზე არის საუბარი, როგორც კი ბიტკოინთან მიმართებაში სერიოზულ ნიშნულს მიუახლოვდა, აი სერიოზულ ნიშნული, აი წინააღმდეგობა თქვენ თუ ნახავთ, ხო, აი ეს დიაპაზონი საინტერესო არის, ხო? რამოდენიმე რეაქცია გვაქვს აქ. ჩრდილის დონეზე უფრო დაბალ ნიშნულზე და ასე ვთქვათ აგრესიულად ჩვენ შეგვიძლია ეს დიაპაზონი განვიხილოთ. აი ამ ოთხკუთხედს თუ გაცდება, შემდგომი გაჩერებები, პატარა გაჩერება შეიძლება იყოს ეს დიაპაზონი და შემდგომ დიდი მწვერვალები არის. თქვენ შეიძლება იკითხოთ დოლართან რა შუაშია ეს, ხედავთ რა პოტენციალი შეიძლება არსებობდეს კარდანოსთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ ახლა მე აქ კარდანოს მაქებარი ვერ გამოვდგები ვერანაირად და ვნახოთ ახლა დოლართან მიმართებაში რა შეიძლება თუ ტრენდის გარღვევა მოხდა. ხო, დოლართან მიმართებაში პოზიტიური რა შეგვიძლია ვნახოთ, პოზიტიური შეგვიძლია ვნახოთ, რომ ნელ-ნელა შესაძლებელია ტრენდის შემოწირულება, რადგან აქ შეიძლება დაფიქსირდა, ასე ვთქვათ, ძირის ფორმირება, აი ლოკალური ძირი შეიძლება ფორმირდა და ამას თუ ასე ვთქვათ დიდი ხნის კორექციას თუ დავარქმევთ, კორექცია ამბავ შეიძლება გარღვევა მოხდეს ამ დიაპაზონიდან და აქაც ინადირებთ მთებზე, ნახეთ, აი ამ მთაზე ინადირებთ, ამ მთაზე ინადირებთ, თუ რაიმე ცვლილება არ მოხდა სერიოზულ ეკონომიკაზე, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი კარდანოზე უფრო დიდ მაჩვენებელს ელის და ვნახოთ, არ ვიცი. რა როგორ იქნება ლაიტკოინი სხვათა შორის ლაიტკოინი ბიტკოინთან მიმართებაში ნახოთ ეხლა აღმასვლა გქონდა თუ არ ვწდები სერიოზული ბიტკოინთან მიმართებაში სერიოზული არც ისე სერიოზული შეიძლება უწოდოთ ამას გასავლელი კიდევ ბევრი აქვს თუ ჩვენ გვინდა ამ წინააღმდეგობაზე ვისაუბროთ ახლა ნახოთ გარღვევის ცდელობა იყო მაქსიმუმი შეიძლება 11%-ით გაიზარდოს ბიტკოინთან მიმართებაში. ბიტკოინი თუ ერთ ადგილზე ერთ დიაპაზონში გაჩერდა, ეს შეიძლება მიხვდეთ რას ნიშნავს. აქ სხვათა შორის ლაიტკოინთან მიმართებაში გვაქვს რა? უკვე მაღალი ნიშნულის დაფიქსირების მცდელობა. ეს დღე როგორ დაიხურება, ლაიტკოინისთვის შეიძლება გადამწყვეტი იყოს. აი ლაიტკოინი გარღვევის გზაზე შეიძლება აღმოჩნდეს. და საინტერესო დიაპაზონი შეიძლება იყოს 127.000. უბრალოდ კითხვა არის არასწორად ფორმულირებული. და რა ფასზე დავიწყო? რა ფასზე გაქვთ ნაყიდი, მე არ ვიცი. ან თლიანი პორტფელის რა პროცენტი არის ეს არ ვიცი. მოკლედ ძალიან ბევრი არ ვიციები შეიძლება ვთქვა. უბრალოდ მონახაზი შეიძლება იყოს ეს. არვირ ჩარტი პლიზ არის შესაძლებელი A25-30-ზე ჰელიუმის მაინერებით შემოვედი კრიპტოში. მოგება USDT-ში დავაფიქსირდი და BR-ზე ბიტკოინში შევედი 80%. შესყიდვის ფასი თქვენი დამსახურებით მადლობა. გიორგი ძალიან დიდი მადლობა მსგავსი კომენტარისთვის. მოკლედ თუ მაგ ფასზე არის თუ რა მაგ ფასზე თუ გაქვთ შესყიდული ძალიან კარგი შესვლის წერტილი არის და გიორგი ალბათ თავის პორტფელს მოკლედ შვიდად და წყნარად უყურებს და აი ეს არის სწორედ bear market-ის დროს თქვენ თუ მოკლედ შეხვალთ ამ ინდუსტრიაში უკვე მარტივი ექსპერიმენტები შეიძლება ატაროთ და მარტივად შეხედოთ ზოგადად ბაზარს. ერთი არვივს ნახავ და всё, ეს იქნება მიხარია კომენტარები. არვივ ნახოთ ბიტკოინთან მიმართებაში, თორსებ წინა გადაცემაში ნახე. ხო, აი ნახოთ რა დიაპაზონზე იყო საუბარი. ხო, აქაც სერიოზულ წინააღმდეგობასთან არის მოსული, ამ წინააღმდეგობას როგორც კი გარღვევს, აი შემდგომ ბევრ განიხილავთ თქვენ, რომ აი მაგნიტივით შეიძლება ავიდეს შემდგომ საფეხურზე, ხო? აი ეს ამ ბალანსებზე არის საუბარი. ნახოთ დოლართან მიმართებაში თქვენ რაც გაინტერესებთ, თუ გვაქვს პოტენციალი ესეც ემთხვევა დიდ წინააღმდეგობას თვის ჭრილი ვნახოთ. გითხრათ საერთოდ არ მომწონს არვივის ჩარტი რაღა დაგიმალოთ. ხო, სერიოზულ წინააღმდეგობა დოლართან მიმართებაში 8 რჩება ისევ, შემდგომი 13 საერთოდ და $26 ხო. კი, ფასები მეტნაკლებად სწორად გაქვთ მიწერილი, უბრალოდ არის დიაპაზონები ჯერ ეს უნდა გადალახოს და შემდგომ ეს, ხო? მოკლედ, საინტერესო გამოვიდა, მადლობა პირველ რიგში შეკითხვებისთვის.
და მიმართულებას მეტნაკლებად ეს გადაცემას აძლევს ლაივ შეკითხვები. მეტნაკლებად შევეცადე შეკითხვებისთვის ამოწურა პასუხი გამეცა. უბრალოდ ერთი ტექნიკა დაიმახსოვრეთ, თუ რაიმე სერიოზული აცდენა არ არის ბაზრის ტოკენომიკაში, ან ძალიან ინფლაციური თუ არ არის პროექტი, ამის მაჩვენებელი შეგიძლია ნახოთ. სხვა შემთხვევაში წინა დაღმასვლების დროს მოკლედ რა ფასებიც იყო მნიშვნელოვანი, ის ფასები რჩება ასევე მნიშვნელოვანი. ან იქ შეიძლება ვიღაცებმა გაანახორციელოს ინვესტიცია და მინიმუმ ნოლში მაინც უნდა გაყიდვა. ან გაჩნია კიდევ ერთხელ რამდენი ხანი ჩამოდიოდა დაბლა ფასი, ანუ რამოდენიმე მნიშვნელოვანი დეტალია, თუმცა კიდევ ერთხელ თუ ეს სიტუაცია შენარჩუნდა, კიდევ ერთხელ თუ ეს სიტუაცია შენარჩუნდა, რომ ბიტკოინი რაღაც დიაპაზონში არის, ბიტკოინის დომინაცია ოდნავ იკლებს, აი ალტკოინებში გადმოვა თანხები და შეიძლება ისეთმა ალტკოინებმა დააფიქსირონ სერიოზული აღმასვლა, რომ გაგიკვირდეთ, უბრალოდ ეს აღმასვლაც ლოგიკაში ჯდება. ანუ ლოგიკური ფასები არსებობს, საიდანაც ბაზრის მოთამაშეების ან ინვესტორების რაღაც ნაწილი გამოვა. და ეს არის მნიშვნელოვანი ეს დააფიქსიროთ, რომ აი სწორი კითხვა არის, აი რამდენად 25-30-ზე შეიძლება ავიდეს, ხო? ან ეს დიაპაზონი შეიძლება ასე ვთქვათ გაქვთ მოაზრებული და მართლაც ახლა 25-ის დიაპაზონი საინტერესო შეიძლება იყოს, თუმცა 25-30-მდე მანამდე კიდევ არის სხვა ნიშნულები. ასევე გაითვალისწინეთ რა, ახლა ყველა პროექტს ვერ ვადევნებ თვალს და შესაბამისად, მოკლედ, რთულია ხოლმე, ახლა OAS-თან მიმართებაში აი არ ვივიდან რაიმის დაწვა ხდება თუ არა ტოკენომიკაში, რაიმე ისე ცვლილება ხო არ არის, ესეც შესამოწმებელია. სხვა კუთხით, მოკლედ, თუ ეს აცდენა არ არის ბაზრის კაპიტალიზაციასა და ცირკულაციაში მქონე და ზოგადად ჩაშვებული აქტივების რაოდენობაზე, ან კოინების ან ტოკენების რაოდენობაზე, მაშინ ამ სახელმძღვანელოდ შეიძლება იხელმძღვანელოთ. თუ არის აცდენა, მაშინ ბაზრის კაპიტალიზაციებიდან გამომდინარე პატარა კორექტირებები შეიძლება შეიტანოთ თუნდაც ბიტკოინთან მიმართებაში ამა თუ იმ აქტივის, ან გადათვლა გააკეთოთ, მოკლედ ესეც საინტერესო იქნება, რამდენიმე სტრატეგია არსებობს ამის. მოკლედ, შევაჯამოთ გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრე იმ პოტენციურ ფუნდამენტებზე, რა ფუნდამენტებით შეიძლება გქონდეს, მოკლედ, ასე ვთქვათ, კრიპტორეგულაციების კუთხით და დაშენდეს ბაზი, რომელმაც საბოლოო ჯამში შეცვალოს საერთოდ მიმართულება კრიპტო ადაპტაციის კუთხით. ასე განვიხილე მონეროსთან დაკავშირებული ინციდენტი, რომელიც მონეროს მაინინგს უკავშირდება და თუ მოგვეხმაურებით ჯგუფში დაწერთ, რომელი ანტივირუსი გამოვიყენოთ, ძალიან კარგი იქნება ამ დებატსაც თუ გავხსნით და გავცვლით ამ აზრს, რადგან აქ მე მწირესი ცოდნა მაქვს და შესაბამისად შეიძლება ChatGPT-ს ვკითხოთ, მაგრამ მირჩევნია პრაქტიკაში ვისაც გაქვთ გამოყენებული ეს ანტივირუსები, ის ადამიანები გამოგვეხმაუროთ. მეორე ნაწილში შევეცადე ბაზარი მომიხელა, მესამე ნაწილში მოკლედ კითხვებზე პასუხიო და აქვე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, მოკლედ BitNet-ზე არის მიმდინარე აქცია, ით დავიწყებ მიმდინარე აქცია 0%-ად. შეგიძლიათ უკვე თვის ბოლომდეც, მოკლედ წინა თვე ხო იყო ესე ივნისში, ახლა ამ თვის ბოლომდეც 0%-ად შეგიძლიათ შეისყიდოთ USDT და USDT 8 ქსელზე არის, თუ არ ვცდები, და მოკლედ 8 ქსელზე საექსპერიმენტოდ შეგიძლიათ გადაიტანოთ. ასევე ვინც ახლები ხართ, დამწყები ხართ, ან DCA გინდათ, ანუ საშუალო მცირეოდენობის კოინების ყიდვა გინდათ, 5 ლარადაც უკვე შესაძლებელია BitNet-ზე ყიდვა და თუ შეკითხვები ექნებათ ამ მოგზაურობის დროს, მოკლედ 24/7-ზე არის საპორტი და შეიძლება იკითხოთ. სულ ეს იყო პრინციპში დღევანდელი გადაცემა. მე კრიპტობაზარის შემდგომ პარასკევამდე გემშვიდობებთ და გაითვალისწინეთ, რომ რა თქმა უნდა შაბათ-კვირას უნდა დაისვენოთ. გემშვიდობებთ მოკლედ შემდეგ პარასკევამდე დროებით.